ალბათ ხალხს აინტერესებს თუ როგორ შეიძლება მოხდეს ვაშლოვანის ნაკრძალში და რა პროცედურები არის ამისთვის გასავლელი. მნიშვნელოვანია ხო, მეც ესე მგონია. დავიწყებ იქიდან რომ პირველი განაცხადი დავწერეთ რამოდენიმე დღის წინ ონლაინ ძალიან კომფორტული არის, არსად მისვლა არ გჭირდებათ. ონლაინ ავსებთ განაცხადს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, პირადობის ნომერი. მოკლედ, ყველანაირი ის ინფორმაცია არის აპლიკაციაში იქნება მითითებული და დააჭერთ სენდს და მეილზე გააგზავნით დეპარტამენტში რამოდენიმე დღეში ძალიან სწრაფად და კომფორტულად მოგივათ პასუხი. შემდეგი დანიშნულების პუნქტი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, სადაც მივედით, დავხვდა ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ნინო, მოგვითხრა ქალბატონ ნინოს. იქაც ავიღეთ საშვები შესვლაზე. 5 ლარი არის გადასახდელი ფიზიკურ პირზე და 5 ლარი არის გადასახდელი მანქანაზე, თუ მანქანით გნებავთ შესვლა და აუცილებლად მანქანით უნდა შეხვიდეთ. ფაქტობრივად მიზერული ფასი არის ხო? ხო, აი არაფრის მომცემი უნდა გაიღოს ადამიანმა, მე რომ მკითხო სიმბოლურია რა, რაზეა საუბარი, რა.